მოგესალმებით, ჩვენ დღეს ვიმყოფებით კასპის რაიონის სოფელ დოეში, ფერმერ მერაბ ბერიაშვილის ნუშის ბაღში. ჩვენთან ერთად დღეს არის ამ ბაღის მთავარი აგრონომი ბატონი მალხაზ ბერიაშვილი. ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ თებერვლის თვეში, დაინტერესებულები იყვნენ ჩვენს მიერ წარმოებული ბიო სასუქით, ბაქტოფერტით და დისტიმულატორით ჯეოჰუმატით. მათ აქვთ გაშენებული 75 ჰექტარზე ნუშის ბაღი. ბატონო მალხაზ, თუ როგორ გაშენდა ეს ბაღი, რამდენი ხანია რაც გაშენებულია და რა გაქვთ, რა მიმართულება გაქვთ? ერთი-ორი სიტყვა რო გითხრათ ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, 2015 წლის შემოდგომით გაშენდა ეს 27 ჰექტარი აქეთ. ხო, ამაში არაფერია ნაკნავი გარდა ბიოლოგიურისა. თქვენ გადაც სამოვიღეთ მაგ პრეპარატისა. ბაქტოფერდია მიცემული და ჯეოჰუმატით არის შესრულებული. ერთ ძირზე 60 დაახლოებით 70 გრამის რაოდენობა ბაქტოფერდი. დიახ. და მერე შემოვიტანეთ ისევ თქვენგან ცეოლიტი და ცეოლიტი მოვუყარეთ ძირებში და ნუ ამან შეკრა ნიადაგი ჰაერის გამტარიანობას. კი ბატონო, ანუ კარგი აბსორბენტია, იწოვს თავისი ან ტენის 60-70%-ს და მცენარეს ანუ მიაწოდებს პერიოდულად. რასაც უყურებთ. ანუ და მერე შევიტანეთ უკვე ჯეოჰუმატი ერთხელ თუ ორჯერ? შევიტანეთ უკვე ერთხელ. ფოთლიდან კვებავი მივეცით, ჯეოჰუმატი. ეხლა 12 დღეში გავუმეორებთ კიდე მეორე შეტანას. დიახ, ანუ მე ახლა როგორც ვხედავ, ხო, ანუ ნაზარდი ახლა ყველა შეუძლია კადრში დაინახოს, ეს არის წინა წლის და ახალი ნაზარდი რაც აქვს ამოტანილი 70 სანტიმეტრი. ხო, ანუ არის მე ახლა ძირებიც ვნახე მე აქ სადაც აქვს 40 სანტიმეტრი ნაზარდი, ანუ საშუალოდ რო ვთქვათ, ნახევარი მეტრის იმაში უნდა ვიანგარიშოთ რა. ნაზარდი. რაც შეეხება დაავადებებს, ახლა მე დაავადებების კვალს აქ ვერსად ვერ ვამჩნევ, ანუ მცენარე ძლიერი. კვალი არაფერი არ აღენიშნება გარდა აი ფოთოლზე ქონდა პატარა რაღაცა ეს ნიუანსები, ეს უფრო ქარებიდან არის მე როგორც ვთქვი გამოწვეული. ხო და ისე რომ არაფერი. ახლა მწვანესხლაუტარდება. აი მწვანესხლის შემდეგ უკვე ვნახოთ მწვანესხლა მორჩება და მე ერთი კვირის მერე ვნახოთ კიდე ნაზარდი. ხო. ანუ ჯეოჰუმატი აუცილებლად უნდა შევიტანოთ ახლა მეორედ 12 დღის შემდეგ შევიტანთ მეორე შეტანა. დიახ, და თქვენ გაქვთ კიდე ანუ მეორე ბაღიც ხო ახლა მე ვთქვი ნოემბერში გაშენებული და გვაქვს ამ გაზაფხული გაშენებული. სულ ჯამში შეადგენს 75 ჰექტარს. ანუ ძალიან კარგია ეს და მომწონს ყველა თქვენ რო ბრძანდებით ესე ბიომიმართულებით მონდომებული ბიომიმართულებას მიყვეთ და ყველა ვინც არის კიდევ დაინტერესებული ეს ხალხი ვინც ძირითადი მათი აქცენტი არის გაკეთებული ბიომიმართულებაზე, იმიტომ რომ უკვე ის ინდონეზია თვითონ ჩვენი ნიადაგებით დაბინძურებული თვითონ ისე პროდუქტები შემოდის საქართველოში, რაც უკვე არ შეიძლება ადამიანის საკვებად მიღება. და მით უმეტეს, როდესაც გვაქვს ესეთი კარგი და ეს უკვე სადღაც წელნახევარი 2 წლის ბაღი, ანუ მომავალ წელს ამან პრობი თქვენ უნდა მოგცეთ. ხო, მომავალი წლისთვის უკვე ამან კვირტი უნდა მოიღოს. რა თქმა უნდა და შემდგომ უკვე აგერ კიდევ ერთი ქართველი ფერმერი იქნება ძალიან კარგი, რომელიც ძირითადი მიმართულება არის ბიო მიმართულება და საქართველოში უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მოყვანილი ნუში, კონკრეტულად აი ამ ფერმერის მოყვანილი ნუში იქნება ბიო და უნებელი იქნება ის, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ისე ჩვენი შვილების, შვილიშვილებისთვის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ უკვე მივდივართ ცოტა ცუდი შედეგისკენ. დაავადებები არის ძალიან გახშირებული და ადამიანების ის
აღარ არის, ანუ თვითონ ცხოველმყოფელობა. ჩვენ და ვიცდილოთ რომ ყველაფერი ჩვენ გამოვასწოროთ და არ დავაზიანოთ არც ნიადაგი, არც მცენარე და ბიოლოგიური სასუქით იკვებოს რა. რაჯიბია მაგასთან. ჩატარდეს ეს მწვანე სხვა, შემდგომ შევიტანოთ 10 დღეში ჯეოჰუმატი, 10-12 დღეში და მერე კიდე ამოვალთ და მერე შევხედოთ თუ რა მდგომარეობა იქნება. გავაშუქებთ, ეს ჩვენთვისაც კარგია, თქვენთვისაც კარგია და ყველა იმ ფერმერისთვის, ვინც დაინტერესებული არის ბიო წარმოებით და ბიო მიმართულებით. ეხლა ვაზში შეტანილი გვაქვს. დიახ. ვაზში ბაქტოფერტი შევიტანეთ. მე ჯეოჰუმატიც ვქენთ. დიახ. შევასხურეთ. და როგორც რომ გაყინვეული და რაღაცა უკვე კარგად არის სამოსული და ვაფშე სხვა აქვს გადასარევად. აი, სულ ასხია მიყრილად, რა ვიცი. კარგით, გადავინაცვლოთ მაშინ და ვნახოთ თუ როგორ მდგომარეობაშია ვაზი. აი ესე იძულაკ. კაი. როგორ გადარჩა? აი დადირგული, აი. ხო თუ? ზეთვიდა. ო მაგის თქვა სტრესი გადაატანია. აი, გურული მწვანე, ხო? ესეც ჩვენი ზემოთ ნახსენები ვაზი. აქაც შეტანილი გვაქვს ბაქტოფერტი, ჯეოჰუმატი გვაქვს ფოთლოვანი გამოკვება, მაგრამ მე როგორც ვიცი, აქ იყო სეტყვა. სეტყვა იყო, კი. სეტყვა დააზარალა, ანუ აი თვითონ ფოთოლზე სეტყვა. ფოთოლი რა დღეშია, აი. დახეთქილია მთლიანად ფოთოლი, აი ამის შემდგომ ჩვენ შევიტანეთ აქ ჯეოჰუმატი ფოთლიდან ყვებავი. რა თქმა უნდა, მცენარე სტრესიდან გამოიყვანა, მან ჩვეულებრივ განაგრძო ცხოვრების უნარიანობა მტევანიც. აი სეტყვის შემდგომ აი ეს ნაზარდია წამოსული ხო. რა კიდევ. მოტყობა ხა თვითონ ეს რა ჯიშია? გორული მწვანე. ხო, ანუ მტევანიც კარგია, მსხმოიარეობაც არა აქვს დასაწუნი. ალბათ ერთ კვირაში. ხო. ერთ კვირაში კი ეს უკვე ანუ საბოლოო ჯამში რომ პატარა მონახაზი გავაკეთოთ ძალიან კარგია და მოხარული ვართ რომ გადახვედით და ანუ აწარმოებთ ესეთ ბიო პროდუქტებს იგივე ყურძნის შემთხვევაში, იგივე ნუშის შემთხვევაში და თქვენ კიდევ ფიქრობთ განვითარებას უფრო რომ ფართო მასშტაბებზე გახვიდეთ, ჩვენი გვერდში დგომა თქვენდა მიიქნება. კი ბატონო. რა თქმა უნდა თქვენიც და ესე ურთიერთთანამშრომლობით ნამდვილად ძალიან დიდ და წარმატებულ საქმიანობას ვეწევით და მისი დასასრულიც ნამდვილად ძალიან კარგი იქნება. კარტოფილი გვაქვს ხო, კარტოფილიც კი, აღმონაცენი კი. მოსტრეულის მინდა რომ ასე ვაწარმოოთ რა ყველაფერი. ძალიან კარგი. კარგით, ბატონო მალხას, კარგად წანდებოდეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის და სადღაც ერთ 10-12 დღეში ამოვალთ შემდგომი ყვება, როდესაც ჩაუტარდება ჯეოჰუმატით და მე ვნახოთ კიდევ თუ რა მდგომარეობა დაგვხვდება.